მართლა დაგლისოთ გაგაზრდოთ გაგახაროთ. კვლავ სახლის კურთხევის რიტუალს ემთხვევა ჩვენი საუბრები და რა თქმა უნდა საუბარი იმისთვის არის რომ სათქმელი უნდა ითქვას და სათქმელი იმისთვის არის რომ ყველა შემთხვევა ღვთისმსახურებისა იქნეს გამოყენებული ღვთის საიდუმლო სულის საცხოვნებლად. ჩვენ ვქადაგებთ ერთ ღმერთს მამაზეს და სულიწმინდას. ჩვენ ვქადაგებთ სამგვამოვან ერთ არსი ღმერთის ტრინიტარულ მონოთეიზმს. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, იმიტომ რომ ჯერ უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიყვარს. გვიყვარს ყოვლადწმინდა სამება, მამაზე და სულიწმინდა და ვადიდებთ მას. ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობთ, იმიტომ რომ ჯერ უფალმა დაგვიმეგობრა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვსვამთ, იმიტომ რომ პირველ რიგში უფალს ვსვამთ პატივს. ჩვენ ვთქვათ გვჯერა ერთმანეთი იმაში, რაც არაწინააღმდეგობას აღთოს ჯულს. გვჯერა სიკეთისა ერთმანეთში რაც არის, მაგრამ თაყვანს ვსვამთ და ვწამს უფლისა. ვწამს უფლისა და გვჯერა ადამიანისა იმაში, რაც არაწინააღმდეგობა წმინდა წერილსაც, წმინდა გარდამოსებას. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა, რომელიც არის ნათქვამი სახლის კურთხევაში შედის, ეს ხომ დიდება მაღალთაში ნაღმერთსა, ქვეყანაზე ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი ეს სიტყვები და არა მარტო ეს, მთელი სახარებისეული დარიგებანი და მცნებანი ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მოტივი უნდა იყოს და არის კიდევაც. ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც შენდობის კვირა არის და შენდობის კვირა ემთხვევა ჩვენ დღევანდელ საუბარს, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმისაც, რომ ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს იმის გამო, რომ ჩვენ პირველ რიგში უფალმა შეგვინდო. ჩვენ შევუნდობთ და ვპატიობთ ერთმანეთს იმის გამო, რადგანაც უფალმა დაგვიბარა დამომიტერვენ ჩვენთან, ანადებდნენ ჩვენ, ვითარცა ჩვენ მიუტოვებთ, ანაბდებთ ამათ ჩვენთან. ეს ფარსი არ არის, რაცაც ქვია შენდობის კვირა. ეს რაღაც არც დეკორაცია და არც რაღაც ისეთი დეკლამაცია, უბრალოდ რიტუალური შენდობის. არამედ ეს არის რეალური მისტიკური კიდევ ერთხელ გახსენება, გამეორება იმისა, რომ უფალი გვეუბნება, თუ თქვენ არ შევუნდობთ ლოცვის დროს, რომლის დროსაც ითხოვთ სხვადასხვა სათხოვარს თქვენსას და თუ თქვენ არ შევუნდობთ, არ მიუტოვებთ, მაშინ არც თქვენი მამას ეციერი მოგიტოვებს შესაძლებლობს. ამიტომ პროპორციულად რასაც გავცემთ, ის მოგვეცემა. როგორც ასე ვთქვათ, ვასხივებთ, ისეთივე აგვერეკლება, ასე ვთქვათ, სარკისებულია რეალობა. რასაც გასცემ, როგორი სიყვარულითაც, ყურადღებითაც იქნები, როგორი ერთგულებითაც, როგორი ყურადღებითაც, როგორი სითბოთი, როგორი გულისხმიერებითაც, შინაგანი, ასე ვთქვათ, მზრუნველობით იქნები შენი დისა, ძმისა, მოძღვრისა თუ საერთოდ ყოველივე ქმნულის მიმართ, ისევე აგირეკლავს სამყარო და ისეთივე ზუსტად პროპორციულ ანარეკლ პასუხს მიიღებ. ამიტომ გვინდა რომ გზა გაგვეხსნათ ჩვენს. დავლოცოთ და ვილოცოთ რომ ღვთის საიდუმლო სულის საცხოვნებლად სხვაც მივიდეს ჭეშმარიტებასთან. რომ თუ ჭეშმარიტებასთან არ მივა ადამიანი, მაშინ გზაც არ გაეხსნება. და ჭეშმარიტება შეიცანდა, ჭეშმარიტება განთავისუფლებს შენ, როგორც არის ნათქვამი. ეს არ არის ლიტერატურული ან რაღაცა ალუზია, ეს არის ფაქტი სულიერი. ამიტომ მოდით კვლავ ჩვენი შენდობა ყოფილიყოს არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ პატიების თხოვნა, არა მხოლოდ რაღაცა ფორმალური კი არა, არ ვიტყოდი ეს მხოლოდ ვერბალური გაჟღერება ამისა. არამედ ეს იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა, შენდობისთვის მზადყოფნისა და შენდობის გამცემი, პატიების მიმცემი, ჯვარის გადამსახველი, სულიერი ბალანსისა და წონასწოროების მომავლინებელი და დამაწონასწორებელ განკურნებელი ფსიქიური, მენტალური, ვიტყოდი, ემოციონალური თუ ხორციელი, ასე ვთქვათ, წონასწორობისა და ბალანსის და სტატუს-კვოს მიმრჩეველი ყველაფრისადმი, სულიერი საყრდენი ღუზა წერტილისა, საყრდენისა. ეს ყოფილიყოს ყველაფრის გამამთლიანებელი ჩვენი შენდობის გზნობა, ეს ის მასალა, უხეში ტექნიკური ენით რო ვთქვათ, ეს ის შემდედებელი მასალა, რომელიც ჩვენს ზოგჯერ ბოღმით, ცოდვებით,
მომერი და დავიბენი არ ვიცის სიყალბით, ტყუილით, იმიტაციით და სხვა სამეწერტილი ცდომილებებით ხოლმე შლის და წვალები და შრომით, აზრით, სიტყვით თუ საქმით ამდენი ღვაწლის შედეგად მიღებულ რეალობის სურათს და მსოფლმხედველობა, მსოფლშეგრძნების ასე ვთქვათ მეტაფიზიკურ ჰორიზონტს ჩვენსას შლის და ამახინჯებს და აბერირებასა და გამრუდებას უვლენს ხოლმე. მაგრამ როდესაც შენდობის მასინთეზირებელი გზნობით ამ ყოველივეს აი ამ სინთეზის რაკურსით შევხედავთ, ყოველივე ერთ თლიან სინთეტიკურ რეალობად გვევლინება და ვხედავთ ვინ არის, რა არის, რა რისთვის იყო და ღვთაებრივი პედაგოგიკის სრული პაკეტით, სრული პლერომით აღქმის შემთხვევაში ყოველივეზე ვმალდობთ, მუდამ ვლოცულობთ და მუდამ შედეგად გვიხარია, რასაც პავლე მოციქული გვასწავლის და ვთქვათ გვითითებს და გვარიგებს. ეს არის პირველი საწინდარი ამდენი უძლურებებისა და ასე ვთქვათ სისუსტეების ფონზე ჩვენი ამ მოსაბჭოთა სივრცის მოსახლეობის ყოფნა, არსებობა, ბინადრობისა, ასე ვთქვათ, ამ სოფელში. ეს არის სულიერი თუ ხორციელი ჯანმრთელობის პირველი პირობა, შენდობის გზნობა, რათა გაუშვა ის ნეგატივი, გაწმინდო შენი სულიერი ნაკადი გახსნა გზა, რომ გავიდეს ის ჩუჩქიანი ნაკადი დაბინძურებული, ასე ვთქვათ, ეს ზებუნებრივი ენერგია დაბინძურებული და გამრუდებული, რაც არ შეიძლება იყოს შენში დაგუბებული და თვითჭამის პროცესში შენი პირველი მტერი შენს ორგანიზმში, სულში, სამშობლოში თუ სხვადასხვა შენს ადამიანურ არსებაში. არამედ გავიდეს, გაედინოს ის, გაიფილტროს და თავისუფლად მოძრაობდეს, ცირკულირებდეს, ვიტყოდი ეს სიტყვა მიყვარს, წრებრუნვაში იყოს შენს სულში, სამშობლოსა თუ სხეულში, ჯანმრთელი სულიერი ფსიქიური თუ ემოციონალური თუ ხორციელი ენერგია, რომელიც დღეს ესე გვჭირდება, რათა ეს მადლით განწმენდილი გონება და გული რეალობას სრული ფორმატით ჭრედდეს. მეორეს უნდა იხსნება შემდეგ ადამიანისათვის უკვე ამის შემდეგ შენდობის გლობალური ტოტალური გზნობის შემდეგ მეორეს უნდა იხსნება ადამიანისათვის უკვე და მეორე ასე ვთქვათ პორტალი იხსნება და სულიერი არხი, რომელიც ისედაც გახსნილია, იხსნება უფლისადმი მარხვასა და ლოცვაში, ამ დიდი მარხვის მომავალ პერიოდში. მარხვა და ლოცვა ესეც აღნიშნულ რომ ჯანმრთელობის და დაცვის და სულიერ ტოქსინებისგან განთავისუფლების თავარი და ვთქვათ ყველაზე ძლიერი ფორმა მარხვით და ლოცვით განიდევნება ხომ ვიცით სახლებაში როგორც მაცხოვარი ამბობს ყოველივე ბოროტი რაც შემოდის ჩვენში და რაც გარედანაც მოქმედებს და ზოგჯერ ნაწილობრივ შინაგანი ვთქვათ შინაგანი უძლურებით ჩვენშიც ვლინდება ხოლმე. ამიტომ მოდით კვლავ და კვლავ უსურვოთ ყველას ვთქვათ ჩვენს ბრელს, ყველა ადამიანს უსურვოთ სულიერი ჯანმრთელობა, ამ ოჯახს, რა თქმა უნდა, მის ოჯახის წევრებს და ყველას ხორციელი ემოციონალური ვთქვათ სიმშვიდე და ბალანსი და თვითკონტროლი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ხორციელი ჯანმრთელობა. მთლიანად სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობაც ესე ვთქვი. და ზუსტად აი ამ ჯანმრთელობისა და ამ გაწონასწორების დაბრუნებისა და მიღწევის შემდეგ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას, იმიტომ რომ მადლის მიღება ერთია, მაგრამ მისი შენარჩუნება და ამ ბალანსის შესიზღორცება უკვე მეორე გამარჯვებაა. და მოდით ის ნაყოფი, რომელიც უნდა გამოვიღოთ, ნაყოფნი, უბრალოდ 9 ნაყოფი სულიწმინდისა, რომელიც უნდა გამოვიღოთ, რათა 7 ნიჭი, რომელიც მოგვეცა, გავამართლოთ და მათი რეალიზაცია ამ ნიჭების გავაკეთოთ, ყოფილიყოს ჩვენთვის დიდი სტიმული. ამ ნაყოფათა გამოღება შეიძლება ყველაფერი ერთად არ იყოს ერთდროულად და ერთი ზომისას, თუ სიმბოლოდ ვთქვათ, მაგრამ აუცილებლად გამოიღებ რა ნაყოფს, მცირეს თუ დიდს, მას აუცილებლად იგზნო. და ეს ნაყოფი მარტო შენი საკუთრება არ არის. უბრალოდ ჩვენში არ არის ისეთი რამ, რასაც ვიტყოდით მხოლოდ ჩემია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ღვთისაგან მოცემული საჩუქარია, დაუმსახურებელი წყალობა, რომელიც ვერც მომზადებით, ვერც დამსახურებით, ვერც ნებისყოფის დაძაბვით თუ იძულებით რაიმე ჩვენი ღვაწლის ამოვა, არამედ მოდის როგორც დაუმსახურებელი წყალობა მოულოდნელი მადლის მიღების ტალღის სახით,
რისი დახვედრის კულტურა კიდევ ცალკე არის საჭირო და ამის შესახებ კიდევ ცალკე საუბრები გქონდა ჩვენ და კიდევ ვისაუბრებთ იმედს გამოთქვა და მინდა ეს გისურვოთ მარხვაში რომელიც მოდის კვლავ და კვლავ გისურვოთ ის რომ მადლი ჩვენში როგორც აღვნიშნე შემოვიდეს დამკვიდრდეს და ჭეშმარიტი ქრისტიანული დამოკიდებულება გქონოდეს ღვთისადმი დიდების სახით ვადიდოთ მამაზე და სულიწმინდა სოციუმისადმი ერთმანეთსადმი დევისადმი ძმებისადმი ყველა ადამიანისადმი მთლიანად მთელი სამყაროსადმი ფლორასა თუ ფაუნასადმი და საკუთარი თავისადმი მართლაც ცოდვებით სამ ტიპად იყოფა ცოდვები ღვთისწინააღმდეგ ცოდვები მოყვასის წინააღმდეგ სოციუმის შეიძლება ესე ითქვას და ცოდვები საკუთარი თავის წინააღმდეგ ყოველივე ამის ჰიგიენა სინანულისა და ლოცვისა და მარხვის სახით განვიწმინდოთ ჩავატაროთ ამ სულიერი ემოციონალური თუ ხორციელი ტოქსინებისგან გამთავისუფლდეთ მარხვითა და ლოცვით და აუცილებლად მოგვეცემა ყოველივე ის რაც ჩვენთვის საჭიროა და რაც უფალს ჩვენთვის უნდა და რაც უფალს ჩვენთვის სურს და უნდა ის ყოველთვის და ის ყოველივე ჩვენთვის სასარგებლო საკუთრებული და მაცხოვნებელია რასაც ყველას გესურვებთ